კუბის დიქტატორმა სოციაღიარა მოლაპარაკებები აშშ-თან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეკონომიკური ზეწოლის შემდეგ. კევინ გორკი ახლა ჩვენთანაა. საღამომშვიდობისა, კევინ. საღამომშვიდობისა, ჩარლი. დღეს კუბის ამბავს სამი ასპექტი აქვს, რომლებიც ერთად დიდი ცვლილების მოლოდინს ქმნის კუნძულზე მალე. ერთი მხრივ, დღის მთავარი ამბავი არის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი. დღეს დაადასტურა, რომ მისი მთავრობა სერიოზულ და მგრძნობიარე მოლაპარაკებებს მართავს ტრამპის ადმინისტრაციასთან. ეს საუბრები აჩვენებს პოტენციურ ისტორიულ, ეკონომიკურ და სტრატეგიულ პარტნიორობას ზიზევასთან, რაც მართლაც დიდი მიღწევაა. განცხადება გაკეთდა იმ დროს, როცა კუნძული ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მძიმე აინოსის ხელმძღვანელობით დაწესებულმა ნავთობის ემბარგომ ქვეყანაში სამთვიანი საწვავის დეფიციტი გამოიწვია. ენერგიისა და საკვების დეფიციტმა და ხშირმა გათიშვებმა უპრეცედენტო პროტესტები გამოიწვია, რომლებმაც კუნძულის აღელვებულ მასებზე ლიდერობის კონტროლი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ეხლა, მოლაპარაკებები თუ წარმატებით დასრულდა, შესაძლოა გახდეს კუბის ეკონომიკის ყველაზე დიდი გახსნის საფუძველი 1961 წლიდან, როდესაც რევოლუციის შემდეგ მისი ეკონომიკა ნაციონალიზებული იქნა. ალბათ ეს შემთხვევითობა არ არის. დღეს კუბის მთავრობამ ვატიკანის შუამავლობით კუნძულის ციხეებიდან 41 ადამიანი გაათავისუფლა. სხვათა შორის ჩარლ ასეობს რამდენიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მდივანი რუბიო პირდაპირ მაღალი დონის დიალოგს აწარმოებს კუნძულის რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურასთან. მათ შორის იყო რაულ კასტროს შვილიშვილი, რაულიტო. ეს არც სახელმწიფო დეპარტამენტს და არც თეთრ სახლს დაუდასტურებია. მეორე მხრივ, ჩარლი, უარყოფაც შეუძლებელია. კუბის მთავრობა ჩვენთან საუბრობს. ისინი დიდ გასაჭირში არიან, როგორც იცით, მათ ფული არ აქვს, ამ ეტაპზე არაფერი აქვს, მაგრამ ჩვენთან საუბარს აგრძელებენ. და შეიძლება კუბის მეგობრული შეძენა განვახორციელოთ, რატომაც არა. და კუბაზე რა სიტყვით, შეიძლება მართლაც მეგობრულად შევიძინოთ კუბა, მაგრამ როდის? ხალხთან დაკავშირებით, ბატონო. წლების განმავლობაში მუშაობთ კუბასთან. კუბაზე ბავშვობიდან ვისმენდი. მაგრამ ისინი დიდ პრობლემებში არიან და ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია. გონია ეს ძალიან კარგია ადამიანებისთვის, ვინც კუბადან გააძევეს და ახლა აქ ცხოვრობენ. აქ არიან ადამიანები, ვისაც კუბაში დაბრუნება უნდა და ისინი ძალიან ბედნიერები არიან ამით. ეს ვერ შევძლებდი. ამ მთავარსარდალმა ის გააკეთა, რასაც ხალხი მხოლოდ ლაპარაკობდა. დაელოდეთ კუბას. ეს კომუნისტური დიქტატურაა, რომელმაც მამები და მონაზვნები მოკლა. მათ საკუთარი ხალხი გამოიყენეს. მათი დღეები დათვლილია. ერთ დღეს გავიღვიძებთ, იმედი მაქვს, 26-ში. და ჩვენს ეზოში. გვექნება მოკავშირეები ამ ქვეყნებში. ვაკეთებთ ბიზნეს ამერიკასთან, არა ნარკოტერორის დიქტატორებთან, რომლებიც ამერიკელებს კლავენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. და მთელ მსოფლიოში ყველა ფიქრობს სხვანაირად, ვიდრე რამდენიმე დღის წინ ფიქრობდა. იმის გამო, რაც თქვენ გააკეთეთ. რაც სულად შეესაბამება მტკიცე და თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც ყოველთვის იცავდა და წარმოადგენდა კუბის რევოლუცია არმიის გენერალ რაულ კასტრო რუისის ხელმძღვანელობით. როგორც ჩვენი რევოლუციის ლიდერი და ჩემი და კოლეგიალურად პარტიის, მთავრობისა და კუბის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურებთან ერთად. ბოლო დროს კუბის რამდენიმე მავალი თანამდებობის პირი ინარჩუნებდა სიორმისეულ დიალოგს აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან. იმისათვის, რომ გუნოდგინეთ და დიპლომატიური დიალოგის გზით ვეძებოთ შესაძლო და აუცილებელი საბოლოო გადაწყვეტა იმ მრავალმხრივ ორმხრივ განსხვავებებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ორ სუვერენულ ერს შორის. ეს გასვლები საერთაშორისო აქტორებმა ხელი შეუწყეს. აქ პაუზას ავერებ. როცა დაძაბულობა აშშ-თან ურთიერთობებში ყოველთვის ცდილობენ დიალოგის არხების პოვნას და საუბრის დაწყებას. ეს კუბასთვის ასეთი საუბარი პირველი არ არის. ფიქრობ, ახლანდელი მაგალითია, როგორ უძღვებოდა არმიის გენერალი მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ობამასთან. ეს ცოტა ხნის წინ მოხდა და ყველამ ვიცით შედეგი. ამ საუბრების ზოგი საერთაშორისო მსახიობთა ჯგუფიც ამას დადებითად უყურებდა. ამ ინდიკატორების განვითარება.
რა მიზნებს ვეძებთ ამ საუბრებით? რა მიზნები დავისახეთ ჩვენთვის? ჯერ უნდა დავადგინოთ, რომელ ორ მხრივ პრობლემებს ჭირდება გადაწყვეტა.